დედა ორსულად არის. აი როგორც მარიანხელა გული ერევა. ნინო, რა ხდება? მართლა ორსულად ხარ და? საიდან გაიგეთ? რას უნდა მითხრა? გონი ხო, არის. მე მაგას რა ჯობია, დედიკო. აგერ შავი ხლიავი მოვიტანე, დედიკო და ჯემი გავაკეთოთ. აუ, მანდეი და მე ამის ხეხვის თავი მართლა არ მაქვს. შენ არა, დედიკო. ჯემს მე გავხეხავ. შენ წადი და დაისვენა, დედა. მართლა? აბა რა, დედა. აუ, რა დროს მესამე იყო ეხლა. ბები, ღმერთს ლოცოდა, დედიკო. ნეტა ბიჭი იქნება თუ გოგო. ჯერ რა ვიცი, ერთითვისაც არ ვარ ამდაც. დათუნამ თუ იცის. არა, არ მithქვავს. დაძდებს მთელი დღე ინვესტორებს და ატარებს აქეთ-იქით. რომ მოვა მერე ვეტყვი. კარგი, მაშინ ჩემალის მე დავურეკავ, დედიკო. ჯეკო, მოდი მომეხმარე. სად არიან ის ბიჭები, ვინ 17 მაისს დარბოდნენ ხო წერან თქვი რა? სად არიან ის ადამიანები, ვინც ყველაფერს აპროტესტებენ ხოლმე ჩვენ ქვეყანაში? ყველაზე მთავარი ისედაც ოკუპირებული ჩვენი ქვეყანა თავისი საზღვრებით კიდევ უკვე დამჭიდროვდება. ჩემალი, რატომ არიღებ ყურმეს რომ გირეკავ? ნინო ორსულად არის. ხოდა ზაირამ თუ დარეკოს, უთხარი, ნინო ორსულად არის და მანანა იქ არის თქო. აი, ვეთქვი. შენ არაფერი არ მითქვა. მე რა უნდა გადასერია. ეს ჩემი გაგიჟდა სიხარული მაგრამ მე დაიბნა დედიკო. დაბნეული ვარ ცოტა. აუ, რა დროს ეს იყო ძლივს რაღაცა ავაწყოთ მე და ნატაშკა. საქმე მოიცდის და ბავშვის გაჩენაზე უკეთესი საქმე არ არსებობს დედა. წადი ახლა შენ დაისვენე, მე ამას გავაკეთებ. წადი. ნინა მოვედი. რატო ერთხელ არ დამირეკე დღეს როგორ ხარ ნინა, გაგიარა მოწამლამო? რა შვები ნინა, როგორ ხარ? გაგიარა მოწამლა. არ ვარ მოწამლა. ხო და ძალიან კარგია, გოგო. ფეხმძიმედ ვარ. არა. კი. და არ ვიცი როგორ მოხდა. როგორ ხდება ხოლმე, როგორ რა გჭირს? ძალიან მაგარი. ძალიან. თან მაგარი დაბნეული ვარ. მეც დაბნეული ვარ, ნინა, მაგრამ ძალიან მაგარია. დადო სამი შვილის მამა უნდა გახო. მე იასემინ უნდა დავარქვა ჩემ დას. აუ თუ ბიჭი იქნება მე